მოგესალმებით, შემოგთავაზებთ ვიდეო გაკვეთილს, როგორ გამოვწეროთ ახალი ანგარიშ ფაქტურა. კერძოდ თუ იურიდიული პირი, კომპანია ან მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირი არის დამატებითი ღირებულების გადასახადის, ეგრეთ წოდებული DGG-ს გადამხდელი და სურს გაწეული რეალიზაციის მიხედვით საქონლის ან მომსახურების მიწოდების მიხედვით გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ ფაქტურა. ანგარიშ ფაქტურის გამოსაწერად შევდივართ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე. ეს არის მთავარი გვერდი და გადავდივართ ანგარიშ ფაქტურებში. გამყიდველის ველში ხსნით ახალ ანგარიშ ფაქტურას. ივსება საჭირო ველების შესაბამისი მონაცემებით. ვირჩევთ ოპერაციის განხორციელების პერიოდს, კერძოდ თებერვალი. მყიდველის ველში შეგვყავს მყიდველის საიდენტიფიკაციო ნომერი ან პირადი ნომერი. თუ ანგარიშ ფაქტურა უნდა გამოიწეროს რეალიზებული საქონლის მიხედვით, საქონლის რეესტრის შესაქმნელად ისარგებლეთ სერვისით ზედნადებების დამატება. ამ ღილაკზე ხელის დაჭერით გაიხსნება ახალი ფანჯარა, სადაც გამოჩნდება ანგარიშ ფაქტურაში მითითებული თვის შესაბამისი ზედნადებები. მონიშნავთ ზედნადებებს და გააქტიურებთ ღილაკს მონიშნულების დამატება. ამგვარად შეძლებთ არჩეულ საოპერაციო პერიოდში საქონლის მიწოდების შესაბამისად შექმნათ ანგარიშ ფაქტურა. აქვე აღნიშნავ, რომ შესაძლებელია შეტანილი ჩანაწერების კორექტირება ან წაშლა. შეტანილი ჩანაწერების დასაშლელად ისარგებლეთ ღილაკით წაშლა. ხოლო რედაქტირებისთვის გაააქტიურეთ ჩანაწერი და შემდეგ განახორციელეთ სასურველი ცვლილება. თუ ანგარიშ ფაქტურის გამოწერა გსურთ გაწეული მომსახურების მიხედვით, მაშინ ამ ველში ჩაწერთ გაწეული მომსახურების სახეს, მაგალითად სატრანსპორტო მომსახურება. ზომის ერთეულად აირჩევთ ჩამონათვალიდან მომსახურებას. ამ ველში ჩაწერთ მომსახურების ღირებულებას, მაგალითად 2000 ლარი. სისტემა თავად გამოთვლის და ჩაწერს ამ ღირებულების შესაბამის DGG-ს თანხას და ისარგებლეთ ღილაკით დამატება. მას შემდეგ, რაც დაასრულებთ ანგარიშ ფაქტურის ფორმის შევსებას, შეგიძლიათ განახორციელოთ ანგარიშ ფაქტურის შენახვა, შაბლონად შენახვა ან პირდაპირ გადაგზავნა.